დახმარება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისაგან თავის არიდებაში დაკავებული ერთი ადამიანი გამოძიების ინფორმაციით ბრალდებული დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად გარკვეული ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ ჯანმრთელობის ყალბ დოკუმენტებს ამზადებდა და გასცემდა. გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს და შესაძლოა დამნაშავეთა წრე გაფართოვდეს. ვაკო მეზურნიშვილი გიამბობთ. İkide benim mesela bir yarım saatlik de zaten komisya yaparım orada. Oradan bırakacağım, elle kağıt vereceğim onun. Ne çak? Kağıtlara bir yere ağrıyor ya böyle ya el özleri biliyor oradan. Ay sağ ol. Am parul video ჩანაწერში ნათლად ჩანს თუ როგორ უთანხმდება მამაკაცი მოქალაქეს რომ ქრთამის სანაცვლოდ სამხედრო სამსახურს თავს აარიდებს. 3, 4, 5, 6, 7. ჩანაწერის მიხედვით ის სავარაუდო შუამავალს საქმის გასაკეთებლად 3500 ლარს სთხოვს, საიდანაც 2000 ლარს წინასწარ იღებს. ქრონიკის ინფორმაციით ბრალდებული აზერბაიჯანის 66 წლის მოქალაქე ვახიდ შარიფოვია, რომელსაც ბრალად ედება ჯანმრთელობის ყალბი ცნობების გამოყენებით. საქართველოს მოქალაქეებისთვის ჯარში წასვლისგან თავის არიდება. 3500 dedin elə deyim. İndi qulaq as, bunlar mənə yolladılar, dedilər 2000 lar verdilər. Ben de gayrı bakıyorum. Yox, dedi o şey qaynanmırlar, bilirlər mən özümə pul qayrıram. Qalanını da 1500 larını da dedilər verəcək. Gədə gələndə getsin o pulu. 1500 lar. 1500 çatdırmalıdır 100%. Kağı düzəldim ona yağrıya, nervlidir, belədir, elədir bir şey eləyək. Nəsə da qayrasıdır ki, o gedəndə onu oradan bıraxalar. 3500-dən artıq veriləsi verirəm. Yox. Hesabda veriləsi. Yaxşı, onda deyəcəm o 1500-ləri da hazırlasın. Sadəcə 100%. O 1500-ü də hazırlasın da gələndə gətirərsən verər. გამოძიების ინფორმაციით შარიფოვი 30-ზე მეტ ადამიანს გაურიგდა და ჯამში 100,000 ლარზე მეტ თანხას თაღლითურად დაეუფლა. ჩხრეკისას ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა და ნარკოტიკული საშუალება. პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა 6,000 ლარზე მეტი, ხოლო დაკავებული საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა 105,000 აშშ დოლარი და 50,000 ლარი. ასევე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა დაფასებული სახით. ვახიდ შარიფოვს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება და სავარაუდოდ დამნაშავეთა წრე გაფართოვდება. სამინისტროს გენინსპექციაში აცხადებენ, რომ მსგავსი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში უწყება შეუვალი იქნება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია ნებისმიერი მსგავსი გამოვლინების მიმართ იქნება უკომპრომისო და იმოქმედებს კანონის სრული სიმკაცრით. გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.